ფეხბურთში სტადიონის გამოცვლა ზოგადად დადებით ტენდენციად ითვლება, თუმცა მშენებლობის პროცესი გუნდებისთვის არაკომფორტულად მიმდინარეობს, ვინაიდან მათ დროებით სხვა სტადიონზე უწევთ გადასვლა. საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ, თბილისში 70,000 ადგილიანი ახალი სტადიონის მშენებლობა იგეგმება, რომელიც მომავალში საქართველოს ეროვნული ნაკრების სახლიც გახდება. პროექტის დეტალები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა მთავრობამ ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია The Stadium Consultancy BV დაიქირავა, რათა შეისწავლოს შესაძლო ადგილმდებარეობები და შეიმუშაოს კონცეფცია. აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება 755,000 ევრო შეადგენს. ამ დროისთვის უცნობია, რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს სტადიონის მშენებლობა. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით კი მსგავსი პროექტების ღირებულება 100-200 მილიონ დოლარსაც აღემატება. ცნობილია, რომ სტადიონი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საფეხბურთო, ასევე სარაგბო მატჩების მასპინძლობის კრიტერიუმებს. მას UEFA-ს უმაღლესი მეოთხე კატეგორია მიენიჭება, რაც შესაძლებელს გახდის, რომ მასზე მაღალი დონის საერთაშორისო მატჩები გაიმართოს. ასევე სტადიონი იქნება მრავალფუნქციური მასშტაბური კონცერტებისა და კონვენციებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურით. მშენებლობის დაწყება 2026 წლის აპრილში იგეგმება, ხოლო დასრულება 2029 წლისთვის, რის საშუალებითაც ქვეყანას მეგა მნიშვნელობის ახალი სტადიონი მიემატება. ასეთი შემთხვევები ფეხბურთში საკმაოდ ხშირია, როდესაც ამა თუ იმ კლუბს ახალი სტადიონის აშენება სურს ყოფილი მოედნის მოძველებიდან გამომდინარე, ან სულად ზოგიერთი მხოლოდ რემონტით თუ რეაბილიტაციით კმაყოფილდება. თუ რომელმა ტოპ კლუბებმა შეიცვალეს დროებით თუ მუდმივად საცხოვრებელი გარემო, დღეს სწორედ ამ დეტალებს განვიხილავთ. მეხუთე ადგილი ბარსელონა, ცვლილება კამპ ნოუდან მონჟუიკზე. ეს სიაში მიმდინარე რეკონსტრუქციებს შორის ერთ-ერთია. კამპ ნოუ ოდითგან უფრო მეტია ვიდრე სტადიონი, რადგან ამ მოედანზე უამრავ დიდ ფეხბურთელს უთამაშია, რომლებმაც მთელი მსოფლიოდან არაერთი გულშემატკივარი მოიზიდეს და რეალურად მისი აშენების მიზეზიც ასეთ ფაქტს უკავშირდება. 1950-იან წლებში კლუბში თამაშობდა ლასლო კუბალა, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავად მიიჩნეოდა და რადგანაც ძველი მოედანი 60,000 ადამიანს იტევდა, ეს საკმარისი არ იყო ყველა გულშემატკივარის განსათავსებლად. ამის შემდეგ აშენდა კამპ ნოუ, რომელიც 90,000 ადამიანზე იყო თვლილი და მისი მშენებლობა 288 მილიონი პესო დაჯდა, რაც დღევანდელი 883 მილიონი ევროა. მას შემდეგ კამპ ნოუ მხოლოდ მცირედით ადიდებდა დასაჯდომი ადგილების რაოდენობას, მაგრამ 2022 წელს გუნდმა გამოაცხადა, რომ იწყებდა მასშტაბურ რემონტს, რაც დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი ჯდება და ამ დრომდე კატალონიელები ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონ მონჟუიკზე თამაშობენ, რომელიც 55,000 გულშემატკივარს იტევს. ეს კი ორჯერ ნაკლებია ახალი კამპ ნოუს ტევადობაზე. ცვლილების მიზეზი მსოფლიო ბრენდად ჩამოყალიბება და გულშემატკივრების მხრიდან გაზრდილი ინტერესია, რაც აჩენს გაფართოების საფუძვლიან მიზეზს. განახლებულ კამპ ნოუზე ბარსელონა მომავალ სეზონში დაბრუნდება და სტადიონს ამავდროულად 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვისაც გამოიყენებენ, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც ესპანეთია. მეოთხე ადგილი ატლეტიკო მადრიდი, ცვლილება ვისენტე კალდერონიდან ვანდა მეტროპოლიტანოზე. ვისენტე კალდერონს იმაზე მეტი უნახავს, ვიდრე რეიტინგში მყოფი სტადიონების დიდ ნაწილს. ამ მოედანმა 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა, რის გამოც ტევადობა 4,000 გულშემატკივარით 66,000-მდე გაზარდეს. ამავდროულად მოედანი ატლეტიკო მადრიდს ემსახურებოდა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ გავიდნენ, თუმცა სამივეჯერ დამარცხდნენ. 2001 წელს სტადიონი საბოლოოდ განაახლეს და ტევადობა 55,000-მდე შეამცირეს, რათა UEFA-ს კრიტერიუმებში მოხვედრილიყვნენ. პარალელურად კი ახალი სტადიონის აშენებაზე დაიწყეს ფიქრი, რადგანაც კალდერონი უკვე ზედმეტად ბებერი იყო თანამედროვე გამოწვევებისთვის. 2017-18 წლების სეზონში გუნდი უკვე ვანდა მეტროპოლიტანოზე გადავიდა, რომელიც 1993 წელს 45 მილიონად მადრიდის მერიამ ააშენა და მათ საკუთრებაშიც იმყოფებოდა, თუმცა 2017 წელს ატლეტიკომ მათგან თითქმის 31 მილიონად გამოიწყიდა, ხოლო 240 მილიონად რეკონსტრუქცია ჩაუტარა. ეს არის პირველი მოედანი მსოფლიოში, რომელიც 100%-ით LED განათებებითაა გაფორმებული, რასთან ერთადაც 70,000 გულშემატკივარს იტევს, საიდანაც 48,000 მუდმივი სეზონური ბილეთის მფლობელია, რაც ასევე ერთ-ერთი უდიდესი რიცხვია მსოფლიო მასშტაბით. რაც შეეხება ვისენტე კალდერონის ტერიტორიას, ის დაანგრიეს და რეკრეაციული საყოფაცხოვრებო ზონა ააშენეს, სადაც გაყიდული ბინებიდან ატლეტიკოს ანგარიშზე უკვე 100 მილიონზე მეტი თანხაა შესული. მესამე ადგილი ევერტონი, ცვლილება გუდისონ პარკიდან ევერტონ სტადიუმზე. გუდისონ პარკის სიაში ყველაზე ძველი სტადიონია 1892 წლით თარიღდება და მისი შექმნა მხოლოდ 3,000 გირვანქა სტერლინგი დაჯდა. ის თავდაპირველად მყარი სახლის სტრუქტურას წარმოადგენდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დაემატა უფრო თანამედროვე ლოჟები, სავაჭრო სივრცეები და ფეხზე დგომის ნაცვლად სრულიად დასაჯდომი ტრიბუნები შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი ენფილდისგან განსხვავებით გუდისონი ერთნახევარჯერ პატარაა, მოედანზე შექმნილი ატმოსფერო სერიოზულ კონკურენციას გაუწევს სხვა ბევრად დიდი მასშტაბის მქონე სტადიონებს თავისი აკუსტიკისა და გულშემატკივრების წყალობით.
მიხედვით. რაც შეეხება ახალ მოედანს 2017 წელს Phil Holdingsმა წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი სტადიონი 52,000 გულშემატკივარს დაიტევდა 10,000 ადგილით გადიდების პერსპექტივით ექნებოდა 13,000-იანი ფეხზე დასადგომ დასაჯდომი ტრიბუნაც, რომელიც დორტმუნდის ბორუსიას ყვითელი კედლითაა შთაგონებული. მისი აგება 750 მილიონი ევრო ჯდება და მზად უკვე მომავალი სეზონისთვის იქნება, რაც შეეხება გუდისონს, ვისელტე კალდერონის მსგავსად მასაც შერეული ფუნქციებით გამოიყენებენ. 5,000 მეტრ კვადრატზე შეიქმნება კომერციული სივრცეები, ასევე არსებობს 173 ბინის ჩადგმის შესაძლებლობაც, რასაც საფუძველი მომავალი წლიდან ჩაეყრება. მეორე ადგილი Manchester City ცვლილება Main Road-დან Etihad-ზე. ქართველებისთვის ლურჯი მანჩესტერის ძველ მოედან Main Road-ს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ სტადიონის მეფეს 90-იანი წლების მეორე ნახევარში გიორგი ქინქლაძეს ეძახდნენ. City-ისთვის იმ ბნელ პერიოდში ქართველი ერთადერთი სინათლე იყო და გულშემატკივრები სტადიონზე მის სანახავად დადიოდნენ. 2003 წელს მათ გადაწყვიტეს წარუმატებელი პერიოდის დრო წარსულშივე დაეტოვებინათ და ახალი სტადიონი აეშენებინათ. 152 მილიონად მათ Etihad-ი ააშენეს. მალევე 2008 წელს კლუბში კატარელი შეიხებიც მოვიდნენ ულევი ფინანსური რესურსებით და მას შემდეგ City სტაბილურად მსოფლიოს 5 საუკეთესო კლუბ შორის შედის. 8 პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ეს ყველაფერი მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ შთამბეჭდავი მიღწევა იმ გუნდისთვის, რომელიც ორნახევარი დეკადის წინ ინგლისის მეორე და მესამე დივიზიონებში ასპარეზობდა. რაც შეეხება Main Road-ს, მის ადგილზე 474 კერძო სახლი აშენდა. გრაფიტით კი მიმდებარე ტერიტორიაზე სტადიონის გამოსახულებაა ნაჩვენები, რათა ადგილობრივებს არ დაავიწყდეთ თუ საიდან დაიწყო მათი საფეხბურთო ისტორია. პირველი ადგილი ინგლისის ეროვნული ნაკრები ცვლილება ძველი Wembley-დან ახალ Wembley-ზე. Wembley-ს ზოგიერთი საფეხბურთო ტაძარსაც კი უწოდებს, რადგან აქ უამრავი დიდებული თამაში ჩატარებულა და რაც მთავარია ფეხბურთის სამშობლოს ინგლისის ეროვნული ნაკრების საშინაო მოედანია. თუკი Madison Square Garden-ი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი არენაა, Wembley ყველაზე ცნობილი სტადიონია დედამიწაზე. 1923 წელს მისი აშენება 750,000 გირვანქა სტერლინგი დაჯდა, რაც დღევანდელ 50 მილიონს უდრის. მისი რეზიუმე იმდენად დიდებულია, რომ მას მხოლოდ ერთეულები თუ შეედრებიან. 1966 წლის მუნდიალზე და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ყველა მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ ძველ Wembley-ზე ჩატარდა. ამავდროულად მან უმასპინძლა ევროპის თასის 5 ფინალს, რაც არის რეკორდული რაოდენობა. მას შემდეგ, რაც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში ჩამოყალიბდნენ, რომ მოედნის ტექნიკური მდგომარეობა აღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, მისი განახლება გადაწყვიტეს, რაც მოიცავდა დაძველებულ სარემონტო სამუშაოებს, უსაფრთხოების წესების გაუმჯობესებას და მაყურებლებისთვის კომფორტული პირობების შექმნას. თავდაპირველად მოედნის შეძენა Arsenal-ს სურდა, რომელიც ასევე აპირებდა სათამაშო არეალის გამოცვლას, თუმცა რადგანაც უარი მიიღეს, შემდგომ მათ სხვა სტადიონი Emirates-ი ააშენეს. 2007 წელს Wembley-ს განახლება 789 მილიონი დაჯდა, რაც დღეს 1.5 მილიარდს უდრის. მას აქვს რეკორდული რაოდენობის 2618 სველი წერტილი. მის აშენებაზე 3500 ადამიანი მუშაობდა, რომლებმაც 90,000 მეტრ კუბი ბეტონი და 23,000 ტონა რკინა გამოიყენეს. სტადიონის იარუსებზე დამაკავშირებელი ესკალატორების საერთო სიგრძე 400 მეტრია, რაც ამ საფეხბურთო ტაძარს შთამბეჭდაობას კიდევ უფრო მატებს. იგეგმება, რომ 2028 წელს გაერთიანებულ სამეფოში გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალს სწორედ Wembley უმასპინძლებს, რაც ინგლისელებმა ნამდვილად დაიმსახურეს.